გამარჯობა. ჩემ ლეპტოპს დიდი HD რეზოლუცია არ აქვს, მაგრამ ეს რეკომენდაცია ვფიქრობ, რომ ნამდვილად HD იქნება. ესე იგი, წაკითხulis გააზრების შესახებ რაღაცები გვაინტერესებს, ხო? ეს რასაც ვიტყვით დღეს არის ფსიქოლოგიური შორტკატი, ანუ ფსიქოლოგიური ხრიკი თუ როგორ უნდა მოვიქცეთ აი ამ გამოცდაზე. კერძოდ აი ამ კონკრეტულ სპექტრზე, რასაც ერთ სესიის ნაწილზე, ხო? ერთ სესიაში ხო არის წაკითხulis გააზრება და იქვე ეგრევე წერა, ხო? აი ამ შემთხვევაში წაკითხulis გააზრებაზე რა ვქნათ? ისმის კითხვა. როგორ ვივარჯიშოთ და ასე შემდეგ რაღაც კითხვები მესმის ხოლმე. არსებობს თუ არა რამე ფორმულაო წაკითხulis გააზრებასთან დაკავშირებითო. აი მე მაგ ფორმულას გეტყვით. არსებობს ეს ფორმულა. და ორ ასპექტზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას დღეს. ესე იგი, ფორმულა წაკითხulis გააზრების, რომ კარგად გაართვა თავი ამ გამოცდას არის ის, რომ შენ ცოტა ხნით უნდა დაივიწყო შენი თავი. ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც ინტერესები, ხო? ზოგს წარსული გამოცდილებიდან მოგდგამს რაღაც, ზოგმა მერე შევიძინეთ რაღაც ინტერესი, ინსპირაცია, ხო? ცხოვრებისეული. და სადღაც მივისწრაფვით, ხო? და ის ტექსტები, რაც წაკითხulis გააზრებაშია ხოლმე, როგორც წესი, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, ანუ თითქმის ყოველთვის არასდროს არ არის იმ ჟანრისა და იმ ტიპისა, რომ შენ მისწრაფებას შეეფერებოდეს. ანუ უინტერესო ტექსტებია, გესმის? სპეციალურად არის მასეთი ტექსტები მოტანილი, იმიტომ რომ შენ გამოიცადო როგორც ასეთი მძიმე პირობებში. ანუ როგორ გაართმევ თავს არა მხატვრულ ლიტერატურას, რომლის კითხვაც სასიამოვნოა და რაღაცა კარგი ხდება და ისა დორიან გრეი ასე და ის არა. არამედ იქნება და ყოველთვის ასე იყო ტექსტები, რომელიც არის არასასიამოვნო. ანუ მე მათ ვარქმევ უინტერესო გამოსაცდელ ტექსტებს. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ეს ტექსტები არ არის უინტერესო და აი ამაში იმალება გასაღები ტექსტის გააზრების წარმატებისა. ნახე, ის ტექსტები, რაც მოვა, შეგიძლია გადახედო გასული წლისაც, ხო? იმის წინ. მაგალითად, მოვიდა სიტყვაზე ტექსტი რაღაცა ბიოლოგიაზე. აი ამას წინათ ჩემი ძმაკაცი იყო გასული საგრანტო გამოცდაზე, ეხლა 6, ხო? B ვიტამინზე იყო ტექსტი. გაინტერესებს B ვიტამინი B1-დან B12-ის ჩათვლით როგორია? არ გაინტერესებს, ხო? ეხლა რო დაგიდო ეს ფურსელი და რაღაცა B1-დან B12-ის ჩათვლით, წაიკითხავ? თუ წაიკითხავ, უაღრესად უინტერესოდ, ხო, სწორია. თუ ვიღაც ადამიანის პროფესიული ინტერესი არ არის ის, რასაც ეცნობა, და ხშირად პროფესიასაც ძალით ეცნობიან, ხო, მასია რაცევალებად. ძალიან რთული ხდება გაუმკლავდე ტექსტს. ამიტომ ფსიქოლოგიური ხრიკი რაში მდგომარეობს წაკითხulis გააზრებისა, რომ კარგად დავწეროთ ეს გამოცდა. ცოტა ხანი, ანუ რამდენი ხანიც მიმდინარეობს ეს გამოცდა, ანუ 75 წუთი, საათი და 15 წუთი შენ უნდა დაივიწყო ვინ ხარ. შენი თავი უნდა დაივიწყო. შენ უნდა დაწერო ეს გამოცდა და უნდა წაიკითხო 3 ტექსტია მოცემული, ხო? 3-ვე ტექსტი უნდა წაიკითხო ისე, თითქოს სიგიჟემდე გაინტერესებს ის თემა, რაზეც არის მოსული საკითხავი მასალა. აი მოვიდა სიტყვაზე რაღაც ჰიდროელექტროსადგურების ისტორიაზე, ხო? ყველანაირად უნდა დააჯერო საკუთარი თავი, რომ შენ გადმოიწერე ეს PDF-ი და შენ გაინტერესებს როგორი იყო ჰიდროელექტროსადგურების ისტორია რაღაცა გასული 2 საუკუნის განმავლობაში, მაგალითად, ხო? ნებისმიერი თემა, რაც მოვა, ხო? მაგალითად, რაღაცა ცხოველების განვითარების და გადარჩევის ან მაგალითად
მე მაინტერესებს ქრისტიანობა, რელიგია, მაგრამ მცირე შანსია, რომ მეც ვაღიარებ, რომ ქრისტიანობა როგორც ასეთი მაინტერესებს, მაგრამ ქრისტიანული ხუროთმოძღვრება არ მაინტერესებდა არასდროს. დიდი შანსია, რომ არც შენ არ გაინტერესებს, ხო? თქვათ მოვიდა რა. და ჩამოთვლილია ეკლესიები რა სტილზე აგებული და ასე შემდეგ, ხო? ცოტა ხანი დაივიწყე ის, რომ ეს თემა არ გაინტერესებს. და შენი თავი გადადე იმისთვის, რომ ვითომ და სწორედ შენ თემას კითხულობ. ანუ არა ისე, რომ უნივერსიტეტისთვის ვამზადებ რაღაცას და მევალება, არა. თითქოს ეს შენი ინსპირაცია სწორედ ეს არის, რითაც დავიწყე საუბარი. შენი შთაგონება ეს არის. შენი ცხოვრება ეს არის. ადამიანი საათი და 15 წუთი, 75 წუთი ჯოჯოხეთში გაძლებს ხალხო და 75 წუთი ვერ ამოაგდებ საკუთარ თავს. ფსიქოლოგიურად ვერ მოატყუებ ფსიქოსომატურად შენ თავს ისე, რომ თითქოს ეს ABC 3 ტექსტი ზუსტადაც რომ საშენოა და ძალიან გიყვარს. ეს არის ჩვეულებრივი, მე არ ვიცი ეს წერია თუ არა უზნაძის განწყობის თეორიაში, მაგრამ ეს მაქვს გამოცდილი ჩემ თავზე და ბევრ ადამიანს აქვს გამოცდილი საკუთარ თავზე. შენ უნდა შეძლო, რომ სიამოვნებით აკეთო ის, რაც გევალება. თუ შენ ამ გამოცდაში 3 ტექსტიდან ყველას ისე მიუდგები, რომ აუ ეს რა არის, ნეტა დროზე მორჩეს, რა ძალიან ცუდი შედეგი გექნება და შენც იცი ეს, რომ ცუდი შედეგი გექნება. გრძნობ ამას, ხო? აზროვნება ყველას შეგვიძლია, მაგრამ გასაღები წარმატების აი ამაში იმალება, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ. ანუ ტყუილი საკუთარ თავთან მიმართებით. ხვდებით? თუ შენ ასე მიუდგები ამ საკითხს, რომ მე ვკითხულობ ისე და წარმოიდგინე, როგორი რაღაც არის. 1 საათი და 15 წუთი ერთ ტექსტს ხომ არ კითხულობ, 3-ზეა განაწილებული, ხო? ერთ ტექსტს დაძლევ, მე მეორეს, მე მესამეს, იქნება და მართლაც რაღაც საშენო და საინტერესო მოძებნო, ჰა? თუ ეს ასე იყო, კითხვებზე პასუხი გაცილებით მეტად გაგიმარტივდება და სიყვარულით გააკეთებ თითქოს და ეს თემა შენთვის ძალიან მახლობელია და ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე იყოს, როცა ახლოს გაეცნობი ამ ტექსტს. ანუ შეეცადე დაუახლოვდე ტექსტს და ასეთი мотивაციით გააკეთო, რომ ნეტა არ მორჩეს დრო, ნეტა არ მორჩეს ეს ტექსტი ისე საინტერესოა. ეს აბსტრაქცია არ არის, მეგობრებო, ეს არ არის ილუზია, ეს მართლა ხელშესახები მექანიზმია და თუ თქვენ ამას შეძლებთ და ივარჯიშებთ დარჩენილი დრო წაკითხulis გაზრებაში ამ ტექნიკით, გპირდებით, რომ ძალიან სოლიდური შედეგი გექნება და პასუხებიც ვალიდური იქნება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ დროს, 75 წუთი ხომ გაქვს? სამივე ტექსტზე, ხო? 75 3-ზე რო გავყოთ, 25 ხო არის? ანუ თითო ტექსტზე შენ გაქვს 25 წუთი. არ არის დიდი ტექსტები. 25 წუთში ხალხი აგე ვინც რავი, ზიარების წინა ლოცვებს ასწრებენ ხოლმე უზარმაზარ იმებს ხო ხვდებით? ანუ 25 წუთში ზოგი, ხო, ეგეც მინახავს და მსმენია. როცა უნდა საათი და რაღაცა. ამიტომ ნახეთ შესაძლებელია, რომ 25 წუთში შენ ორჯერ წაიკითხო ტექსტი ძალიან ფუნდამენტურად. ეხლა 13 წუთი არ გეყოფა იმისთვის, რომ დინჯად და კოხტად წაიკითხო არც თუ ისე დიდი ტექსტი. და მეორედ უფრო ჭკვიანურად მიუდგე, უკვე იფიქრო თუ რა key ელემენტები და საკვაძო მომენტებია იქ გაშვებული. მე ვფიქრობ თითო ტექსტზე 25 წუთი სოლიდური დრო არის, კარგი დრო არის იმისთვის, რომ დასკვნები იქნას გამოტანილი. არ არის იქ საპანიკო არაფერი და ეს გახსოვდეს, რომ 25 წუთი თითო ტექსტისთვის. ასე გაანაწილე სამივე ტექსტზე, ჩართე ფსიქოლოგიური მოჭიმულობა, ზამბარასავით იყავი, be like water თუნდაც, წყალივით რა, მოერგე იმ ტექსტს, ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით და მაგარი შედეგი გექნება. ხოლო შემდეგ, როცა დახურავ ლეპტოპს და გააღებ, უკვე კი ბატონო, იყავი შენი თავი, იმიტომ რომ მოდის მსჯელობის ანალიზი, შენი ნააზრევი და თემა, შენი გულის ნააზრევი.
აბა გავაკეთოთ ეს ამბავი და მჯერა რომ კარგად იქნება ბევრი რამე. აბა ჯანმრთელობას გისურვებთ, ოჩაღად. God bless you.